მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. 4 ოქტომბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლების შეცვლას ემსახურება, კონკრეტული პოზიცია ოზურგეთის ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში ჯერჯერობით არ აქვთ. ადგილობრივი ოპოზიციონერები ცალსახა პოზიციის გამოხატვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა დაგეგმილი აქციის მიზნებს იზიარებენ. ერთი სხვაობით, მათ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნები მიაჩნიათ. სწორედ ეს პოზიცია გააჟღერა გურია ტივისთან გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე მენაბდემ. ჩვენი პოლიტიკური პარტია გახარია საქართველოსთვის მიიჩნევს, რომ მსგავსი რაღაც მიუღებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენ ერთადერთი გზა მიგვაჩნია ის, რომ არის ეს არჩევნებით მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი პატივისცემის მაქვს და დიდი მინდა მიმართო აქედან იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სინდისის პატიმრები და მათ ოჯახებს ძალიან დიდი თანაგრძნობა მინდა გამოუცხადო და მე მინდა თქვა ის, რომ ჩვენ რეალურად განურჩევლად იმისა ბოიკოტისტები ვართ თუ არჩევნები გვინდა თუ ასე შემდეგ. მე ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ერთ გუნდში ვართ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა ამ ქვეყნისთვის უკეთესი და ჩვენ ყველას გვინდა შეიცვალოს ის რეჟიმი, რომელიც არის და ქვეყანა დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც ისტორიულად აქვს არჩეული. ლელოში ამბობენ, რომ არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი და არჩევნებში მონაწილე პარტიების ფინიში ერთი და იგივეა. აცხადებენ, რომ დაგეგმილი გამოსვლების ყველა ძირითად მოთხოვნას იზიარებენ. ჩვენ რა მიზანიც გვაქვს დასახული, ახლა აი ფინიში არის ერთი და იგივე. ფინიში არის ჩვენიც და იმათ, მაგრამ ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი არჩევნები საერთოდ არის აი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველია რა ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება არ მიგვაჩნია ჩვენ სწორად აუცილებლად მივიღოთ უნდა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და ჩვენგანაც არის ხალხი კაცო და მთლიანად ჩვენი გადაწყვეტილებაც არის სადაც დადგება ქართული ხალხი ევროპული მომავლისთვის და ევროპულ გზაზე იქ ვიდგებით ჩვენც. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მისი ადგილობრივი ლიდერი მინდია კეჭაყმაძე ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნები არ გააყალბონ. აქციისთვის შეერთებას მხოლოდ გაყალბების შემთხვევაში გეგმავს. მიმაჩნია არჩევნების გზით უკეთესი იქნება ამ ხელისუფლების დემონტაჟი, ვიდრე დაძაბულობით და აი კონფლიქტის გზით, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ ჩაატაროს ერთხელ და სამუდამოდ ისეთი არჩევანი, რომ ადამიანი საარჩევნოობაზე მივიდეს და თავისუფლად მისცეს მას ხმა. მე არ მაქვს პრობლემა, რომ იქ თავისი პიარიც გააკეთონ, ყველაფერი გააკეთონ, ოღონ ნუ გააყალბებენ ამ არჩევნებს, თორე იძულებული ვიქნებით რა, იძულებული ვიქნებით მთელი ახალგაზრდობა, შუახნის ხალხი, ასაკოვანი ხალხიც უკვე ხალხი ისეთ დღეშია, რომ აი გამოვიდეს ქუჩაში რა, გამოვიდეს და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ ეს ხელისუფლება. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციაში დიდი მოლოდინებით არიან განწყობილები და მოსახლეობას 4 ოქტომბერს გამოსვლებისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებენ. ეს არის მოცემულობა, როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ, კაფიოთ რა გვინდა, კი მომავალს და განვითარებას, თუ არა და ლეგიტიმაციის მიცემა 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციას საარჩევნო გზით, რათა მიიღოს კიდევ ერთი ლეგიტიმაცია. ამიტომ ყველა ადამიანმა ჩვენი შეხედულების მიუხედავად უნდა დაუდგეთ საქართველოს დროშებით და გავისტუმროთ ეს ხელისუფლება იქ, სადაც მათი კორუფციული კრიმინალური ადგილი არის. 18 სექტემბერს გურია ტივიმ წინა საარჩევნო ტრადიციული პოლიტიკური დებატები ჩაატარა და მაყურებელს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამის გაცნობის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დებატებზე მოწვეული იყო 5 პოლიტიკური პარტია, რომელიც ოზურგეთშია დარეგისტრირებული, მათგან 2 ქართული ოცნება და კონსერვატორები დებატებში არ მოსულან. გადაცემის სტუმრები პატრიოტთა ალიანსის, გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი სამუშაო პრიორიტეტები წარადგინეს და მაყურებელს სხვადასხვა მნიშვნელოვან პრობლემაზე თავიანთი ხედვები გააცნეს. სტუმრებმა განსაკუთრებული აქცენტი სოციალურ პრობლემებზე, კორუფციაზე, განათლების საკითხზე და სოფლის მეურნეობაზე გაამახვილეს. ეთერის დასრულების შემდეგ ერთმანეთის პოზიციებიც შეაფასეს და ერთმანეთს წარმატება უსურვეს. ვთვლი, რომ ძალიან კარგი ფორმატი იყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ვთვლი, იმიტომ რომ
ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო აქ ასევე კარგი იქნებოდა სამთავრობო კანდიდატი ან გამგებლობის კანდიდატი ან სის რომელიმე ნომერი ან პირველი ან მეორე რომ უფრო მეტი ინტერესი ექნებოდა ამ დებატს იმიტომ ეს პარტიები რომლებიც დღეს ვიყავით ფაქტიურად ოპოზიციური პარტიები ვიყავით და ჩვენ ვერ მოვისმინეთ ხელისუფლების დაპირება მაინც რას პირდება ამ მოსახლეობას და რას ფიქრობენ ისინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით მე პირადად მივესალმები ძალიან კარგი იყო პირადად ჩვენი პარტიისთვისაც რომ მე აქედან მივაწვდნე ხმა რადგან ჩვენ ყველაზე ბოლოს დავიწყეთ რაიონში მუშაობა დღეს აქ რაიონში ჩვენი პარტიული სტრუქტურა არ არსებობს მაგრამ მე ვფიქრდები ყველას პატრიოტთა პარტიის ყველა წევრს რომლებიც მე ვერ ვნახე დაუშვათ ამ არჩევნების პერიოდში აქედან ვფიქრდები რომ აქ შეიქმნება სტრუქტურა აქ ჩამოყალიბდება პარტია და სულ ყველა ისინი იქნებიან საქმის კურსში ჩაყენებული და ამიტომ ვითხოვ იმათგან ყველასგან მხარდაჭერას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი კრიტიკულ სამ ადამიანებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩემზე ბევრად უფროსები არიან და რა თქმა უნდა შესაბამისად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ გამოცდილებას და ყველაფერი რაც გაკეთებული აქვთ მათ ამ ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა ოზურგეთისთვის და მე მინდა რომ მათთან ერთად შევძლო მუშაობის გაგრძელება და ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო მათ რა ნუ სათქმელი ძალიან ბევრია და ალბათ ამაზე შეიძლება დილიდან საღამომდე ილაპარაკო და არ დაგელიოს ამ მთელ პრობლემებში რომ ჩახვიდე ახლა მოდი დავიწყებ კონკურენტებიდან რაც შეეხება კონკურენცია საერთოდ ყველა სფეროში საჭიროა მით უმეტეს როდესაც ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობ და ასეთ რეალობაში ვცხოვრობ მიოსაბნობის ყველას წარმატებას ვუსურვებ ჩვენი სლოგანი ძირითადად ისაა რომ ჩვენ უბრალოდ ყველა ოპოზიციას უერთდებით ყველაფერში ჩვენ ვიზიარებთ იმ პრინციპებს რაც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს არის სამართლიანი არჩევნები და ყველა ის რა თქმა უნდა ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული ჯო უილსონმა ქართული ოცნების წინააღმდეგ ახალი წინადადება მოამზადა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების შესწორების წინადადება შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო უილსონის სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება ამერიკის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. არც ერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არც ერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ქართული ოცნების მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება. ნათქვამია შესწორებაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მეგობარი აქტის კანონპროექტის ავტორია. ამასთან გუშინ უილსონთან შეხვედრა გამართეს ამერიკაში ვიზიტად მყოფმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა. რესპუბლიკელი კონგრესმენის ინიციატივას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ივანიშვილის კოშმარის, ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში და დასავლეთში საერთოდ არასოდეს არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს, ამ ჩიხიდან გეოპოლიტიკურიდან ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს დასავლურ ქვეყნებს გულისხმობ მე და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს მიერ ჯო უილსონი არის ოქროს კაცი. აშკარად უყვარს ძალიან საქართველო და ადრეც მაქვს ნათქვამი როცა ჩამოვა საქართველოში ხარი უნდა დაუკლა. იმდენად მომწონს ეკაცი. რაც შეეხება იმას, რომ ქართული ოცნება იძახს, რომ ლობისტია, ჯერთი ამერიკაში ლობისტობა სულაც არ არის შეურაცხყოფელი რამ. ეს არის ლეგალური საქმიანობა. მე არ ვიცი ვის ლობირებს ან ვის არ ლობირებს. მე განცდა მაქვს, რომ ის უბრალოდ პატივს ცემს საქართველოს და მისთვის სულ ერთი არ არის რა მოხდება საქართველოში. ამ ფორმულირების ჩამატებით სიტუაცია რა თქმა უნდა მძიმდება. შესაბამისად, ფაქტიურად იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმულირებით მოხდება ამ დოკუმენტის მიღება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან მისი ხელმოწერა, რა თქმა უნდა გაფორმდება საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიზღუდება დაფინანსება და რა თქმა უნდა შეიზღუდება დიპლომატიური ურთიერთობები. მილიონიანი კონტრაქტი არის დადებული ასეთი აქტივობებისთვის და ამას რაღაცნაირად გამომუშავება სჭირდება. ასე რომ ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ, ხო ვცდილობ გავიხსენოთ, თორს ერთი 2 წელი მაინც არის, თუ წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი
იდეა მოვიდა, როგორც ჩანს, იმისთვის რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური და თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ ვილსონს, ხედავთ იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც აზერბაიჯანული გვარით კიევის მედიის თანამშრომელი, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის თვითონ ეს კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. სამართალ დამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებაზე. სამართალ დამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პეპ, გამომშრალი მარიხუანა, მეტადონი და სუბოტექსი. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუშინ პედაგოგის ეროვნულ ჯილდოზე ოზურგეთიდან 13 პედაგოგი წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიება ოზურგეთის დრამატულ თეატრში შედგა, სადაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ოზურგეთელ პედაგოგებს შეხვდა. ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი 13 პედაგოგის გარდა ამავე შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვა. 5-ვე პედაგოგს განათლების მინისტრის გივი მიქანაძისგან მომავალი თაობის აღზრდისა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. შეხვედრა მუსიკალურად ანსამბლებმა რეხეულმა, შემოქმედმა და გურიამ გააფორმეს. დღეს ვიმყოფებით საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად ლამაზ ქალაქში ოზურგეთში და მქონდა პატივი დაგვეჯილდოვებინა, მადლობა გვეთქვა მასწავლებლებისთვის, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა განათლებაში. დღეს ამ ულამაზეს ქალაქში მადლობა ვუთხარით მასწავლებლებს, რომლებიც ბევრი წელია ემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას. განსაკუთრებული პროფესიაა ზოგადად მასწავლებლობა და დღეს ყველა ერთად აქ მოსწავლეები ჩვენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გამორჩეული მასწავლებლებისთვის, ვინც ხანგრძლივად ემსახურება სასწავლო პროცესს, აღზრდა განათლებას ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა. დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში გაიმართა შესანიშნავი საღამო, სადაც ოზურგეთის მერიამ დააჯილდოვა 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი და ასევე სასკოლო საზოგადოების მიერ წარდგენილი მასწავლებლების ეროვნულ პრემიაზე 13 მასწავლებელი. მე მინდა მადლობა გადაუხადო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ოზურგეთის ესეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის. ყოველთვის პრიორიტეტია განათლება და ყოველთვის ამ კუთხით სხვადასხვა ტიპის პროგრამები დაემატება მუნიციპალიტეტს. როდესაც ვფიქრობ რა დამსახურებით მივიღე ამ ხელა პატივი, ვფიქრობ რომ თავარი სიტყვა არის ის რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩაიხედო ყველა ბავშვის თვალებში და იქ აღმოაჩინო დიდი ადამიანი. მე ბედნიერი ვარ რომ დღეს ვიდექი სცენაზე იმდენ არაჩვეულებრივ მასწავლებელთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩემს მშობლებს, ჩემს პატარებს ამ დიდი სიყვარულისა და დაბაძრებისათვის. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომაუკვირამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.